უნდა გაგიმხილოთ, რომ ერთი არსებითი მინუსი მაქვს, ნაკლი მაქვს. ვერაფრით, ვერასდიდებით, ვერ ვკონცენტრირდები ხოლმე აქ საქართველოში მიმდინარე მდარე ხარისხის, ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში, მდარე ხარისხის თემებზე. და იმ თემებზე, რომლებზეც ლამის მთელი Facebook-ი ლაპარაკობს, უმრავლეს შემთხვევაში, აი ვერაფერს ვამბობ. ჩემს კომენტარს ვერ გაგაცნობთ ხოლმე. ჩემს მოსაზრებას ვერ გაგაცნობთ ხოლმე. ამ ყველაფრის თქმა მომინდა იმიტომ, რომ გუშინ იყო ელის ოჯარიაშვილთან და გურამ როგავასთან ერთი უგვანი კაცი, ჩემი აზრით, ხო, აი შევაფასე ახლა, უგვანი კაცი, რა ქვია, იაგო ხვიჩია, იაგო, რომელმაც იბჟოტიალა ის, რაც იბჟოტიალა. და წესითა და რიგით პოლიტიკური მიმომხილველი, ბლოგერი, კაცი, რომელიც ყველა თემას უნდა ყველა აქტუალურ თემას უნდა ეხებოდეს, ახლა უნდა გაჩვენებდეთ სწორედ იაგო ხვიჩიას ამ ვიდეოდან, ამ ინტერვიუდან ფრაგმენტებს, შეჩერდებოდეს ხოლმე და უნდა ვურთავდე ჩემს კომენტარებს და ვამბობდე, რომ აი იაგო ხვიჩია აქ შეცდა, აი იაგო ხვიჩიას ეს მოსაზრება მცდარია, აი ეს არის პრინციპში კაპიტულანტური მოსაზრება, ეს არის კოლაბორანტული მოსაზრება და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვერ ვახერხებ, გულახდილად გეტყვით და ამით ბევრს ვკარგავ, იმიტომ რომ მაყურებლის მნიშვნელოვან ნაწილს აინტერესებს სწორედ ამგვარი თემები, აბა უკრაინაში რა ხდება, კი, ესეც საინტერესოა, ცხადია, უკრაინის გარშემო რა ხდება, მაგრამ აი ესე თუ ერთ-ერთზე შევადარებთ, ცხადია იაგო ხვიჩიას და მის გვარების გაკრიტიკება, განკიქება ბევრად უფრო მიმზიდველია, ბევრად უფრო საინტერესოა ფართო საზოგადოებისათვის და თუ ჩვეულებრივ ვითარებაში ამ ვიდეოს ნახავს მაგალითად ვიტყვი 5 ან 7 ან 10,000 იაგო ხვიჩიაზე თან ყვირალა სათაურიც რომ მომეფიქრებინა და შემედარებინა იაგო ხვიჩია ნამდვილი პირველი იაგოსათვის ხო იქნება და 20 ან 25 ან 30,000 მაყურებელიც კი მყოლოდა და მე რასაკვირველია მჭირდება მეტი მაყურებელი, მაგრამ ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ რასაც ვახერხებ და რასაც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, ეს არის მეტნაკლებად სერიოზულ თემებზე ყურადღების გამახვილება და ვფიქრობდი რა მეტნაკლებად სერიოზულ თემებზე რამდენიმე უცხოურ სააგენტოს ჩავხედე უკრაინასთან დაკავშირებით, საინტერესო საკითხებია და ამაზეც ვისაუბრებ დღეს. მე შემომხვდა ერთი კარგი კაცის, ლევან ფესვიანიძის მიერ გაზიარებული სოციალურ ქსელ Facebook-ში გაზიარებული ერთი ვიდეო, სადაც თავმოყრილია, ან მეტნაკლებად სრულყოფილად თავმოყრილია რუსი პროპაგანდისტების, ჟურნალისტებისა და ექსპერტებად წოდებულების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. მე ამ ვიდეოს სრულად ალბათ მაინც არ, მაგრამ ფრაგმენტებს გაჩვენებთ და უფრო სრულად, უფრო ვრცლად გაჩვენებთ კონტექსტში. დღეს ოთხშაბათია და შაბათ დღეს საღამოს 11:30-ზე მე გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ ეს ვიდეოც ნახოთ ბოლომდე, ჩემი ეს ვიდეო ბლოგი და კონტექსტი, ედიტორიალი და მე უკვე ინტერვიუ ნახოთ ასევე შაბათ დღეს 11:30-ზე ფორმულას ეთერში. ახლა კი წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, მე ირაკლი ტაბლიაშვილი ვარ, დაალაიქეთ და ფოლოვერეთ, სწორედ ეს სიტყვა, და ეს ზანზალაკია პატარა ზარუკა, იმასაც დააჭირეთ, რომ ნოტიფიკაციები მოგივიდეთ ხოლმე ჩემი ვიდეოების, ჩემი გვერდის განახლების თაობაზე შესახებ და ეს მე შემიწყობს ხელს, რომ უფრო ხშირად გესაუბროთ ხოლმე და ეს კარგია ჩემი აზრით. ახლა კი ლევან ფესვიანიძის მიერ გაზიარებული ვიდეო, სხვათა გაკეთებული, მაგრამ რომელიც კარგად წარმოაჩენს რუსების და არა მხოლოდ რუსი ბლოგერების, ჟურნალისტების, ექსპერტებად წოდებულების და ასე შემდეგ, არამედ სწორედ ეს რომ რუსების არც და თუ ვინმეს გონია რომ რასაც ესენი ლაპარაკობენ ამ ვიდეოებში, ამისაგან განსხვავებულს ლაპარაკობს ყველაზე უფრო ბრჭყალებში დემოკრატი რუსიც კი, გასაკვირველია ეს ვინმე ცდება, ხო? პუტინი, ლავროვი, მედვედევი,
პატრუშევი, სხვები და სხვები ამგვარები, ამათი ნაჩალნიკები არიან. მოусმინოთ. ბოდიში, ახ, როგორ გაგექცევა ხოლმე ამასობაში, ბოდიშს ვიხდი. დიახ, დაიწყო. Это русские люди, в которых вселился бес. Вот. И мы идем их не убивать, мы хотим, чтобы их переубедить. Но если вы не хотите... ესენიო რუსები არიანო, უკრაინელებიო, რომლებშიცო ეშმაკი შესახდაო და ჩვენო მათ მოსაკალავად კი არ მივდივართ, არამედ მივდივართ მათ გადასარწმუნებლადო ამბობს ეს რუსი სალდატი. Солдаты савараудо, то она обычно эксперты. Убьем сколько нужно, убьем 1 миллион, 5 миллионов, хоть всех истребим. Убить не из чувства ненависти. Мы должны их убить из чувства любви к своим детям. ჩვენი შვილების სიყვარულისთვის უნდა მოუკლათ უკრაინელებიო. კარგით, ეხლა ყველა კომენტარს, ყველა ექსპერტად წოდებულის თუ ჟურნალისტად წოდებულის მოსაზრებას და აზრებს არ თარგმნი და მოусმინეთ, ვინც რუსული იცის, მათთვის შედარებით იოლი იქნება. На Украине болезнь так запущена, что уже никакими уговорами, переговорами, ничем там ничего это излечить невозможно. Там возможно только хирургия. Это нужно выжигать, уничтожать без всякого сомнения. Вот прям топить этих детей, топить. Ну, если надо, чтобы от Киева остались руины, там стоял наш флаг сверху на этих руинах, я думаю, к этому надо прийти. Ну, нахрен уничтожить Киев. Согласен? Уничтожить Львов. Одессу зачем? Портовые города должны быть уничтожены, стерты с лица земли. Уничтожить к чертовой матери все живое в Харьковской области. Надо наращивать эти удары. Я абсолютно уверен в том, что это будет делаться в самое ближайшее время. И город Киев через неделю после отсутствия электричества заплывет в бельме, извиняюсь за выражение, с явной угрозой эпидемии. А почему ты считаешь, что если Россия убьет, например, 2 миллиона носителей идеи, Украина вдруг замирится? Ну, у нее не... აი ამაზე კი უნდა გავაკეთო. ესე იგი, რატომ ფიქრობ, რომ თუ უკრაინის თავისუფლების იდეის 2 მილიონი მცველი იქნება მოკლული რუსების მიერ, ამის შედეგად რუსები კმაყოფილები იქნებიან ცხადია და უკრაინა კი გაჩერდებაო, ამ კითხვას სვამს ერთ-ერთი უგვანი და მე უკვე სხვა ვიდეოზე გადადის. დიახ, მათ სურთ და აღარ გავაგრძელებ. ახლა მათ სურთ რუსებს სურთ რომ მთლიანად გაანადგურონ, მთლიანად გადაანგრიონ, მიწასთან გაასწორონ უკრაინა და ამოწყვითონ პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ერი გაანადგურონ ბავშვები, ისე რომ განვითარების ან უკრაინელად დარჩენის პერსპექტივაც კი არც ერთს პრაქტიკულად არ ჰქონდეს. 2 მილიონი კაცი იქნება, 2 მილიონი კაცის მკვლელობა იქნება აუცილებელი, 2 მილიონს მოკლავთო, 5 მილიონის მკვლელობა იქნება აუცილებელი და 5 მილიონს მოკლედ თელ ერს გავანადგურებთო. ამას ამბობენ რუსები და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ სკაბეევათა და სალავიო კისილოვთა აზრი, ეს არის პრინციპში რუსეთის აზრი, არსი, კონცეფცია, მიდგომა საკითხისადმი და ამბისადმი, იმიტომ რომ უკრაინელები უკვე ეშმაკ შესახლებულები არიან ამათი წარმოდგენი და ესენი არიან ბევრნი, ესენი არიან უმრავლესობაში. ამიტომ ეს თეორია რომ პუტინი წავა, რომელსაც მეც ვემხრობოდიან, ნაწილობრივ ვემხრობი, პუტინი წავა და მოვა ვინმე ნორმალური, შედარებით ნორმალური, ხო, თითქოს სწორია, დიახ, პუტინზე უარესის წარმოდგენა ხომ ძალიან ძნელია, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა სწორი სულაც არ არის, იმიტომ რომ ეს ველიკოდერჟავიზმი, დიდმყრობელობა, სხვათა დაჩაგვრა, სხვათა გადანადგურება, სხვათა გაუქმება, ხო, ამ ერში ჩაბუდებული ავადობა და ავადება. არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, რა არის ამის საფუძველი, ის რომ ამ ერს სახელმწიფოს გონია, რომ ის არის მესამე რომი, რომ არის ქრისტიანობის მცველი, რომ არის, არ ვიცი, ქრისტიანობის მცველი როგორ ღარი, არ ვიცი, მაგრამ მესამე რომი რომ არის, ეს კი უნდათ ამის დამტკიცება კი უნდათ და უნდათ რომ აი ეს გადავრცელდეს
მათი გავლენები მთელ მსოფლიოში без русского мира, რუსული სამყაროს გარეშე დაღუპულა მთელი მსოფლიო, ამას ამბობს უკანასკნელი რუსი ყოფი ჩელიაბინსკში და პირველი რუსი ახლა რომ ცოტა დამფრთხალია მეთქი ასე ვიტყვი, არა, ცოტა საიტნოჩია, ცოტა სუქცვანგის მდგომარეობაშია, უფრო ზუსტი რომ იყო ვლადიმირ პუტინი, ვლადიმირ და არა ვლადიმერ, იმიტომ რომ ვლადის მირამ, ანუ მსოფლიო მყრობელი უნდა იყოს, ისევე როგორც ქალაქს ქვია ვლადიმირი, მეორე ქალაქს ქვია ვლადიკავკაზი, მესამე ქალაქს ქვია ვლადივასტოკი, ხო? ვლადიმირი არის მსოფლიო მყრობელობა და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ხანდახან არასწორად ვწერთ ხოლმე მათ შორის ბეჭდვითი მედიის საშუალებები პირველ ყოვლისა ან ცალკეული ავტორებია წერენ ხოლმე ვლადიმერს, არა ვლადიმერი არ ქვია პუტინს, არამედ ქვია ვლადიმირი, მსოფლიო მყრობელი. რომ ვთარგმნოთ ასე მაინც და მაინც სახელი ცხადი არ უნდა ითარგმნებოდეს, მაგრამ მაინც. ეხლა რატო ვყვებოდი, რატო გიამბეთ უკრაინის თაობაზე, არ შევჩერდი იაგო ხვიჩიაზე, არ შევჩერდები იაგო ხვიჩიაზე და ამგვარ წვრილ მდარე თემებზე სისულელეები კი იბჟოტიალა ხვიჩიამ და კი კარგი იქნებოდა 1 3 4 5 წუთი მასზე მელაპარაკა და მეთქვა რომ აი ამას როგორ ამბობ იაგო, ან იმას როგორ ამბობ, არა, გავანებოთ თავი, ეს ვიდეო მე თქვენ გაჩვენეთ, იმიტომ წარმოგიდგინეთ, იმიტომ რომ კარგად ავხსნა. არა თუ უკრაინელების, რომლებიც სლავები არიან და საკუთარ ტერიტორიად ისედაც რაღაც ისტორიულ წყალწყაროებზე დაყრდნობით მიაჩნია რუსეთს უკრაინას საკუთარ ტერიტორიად. არა თუ უკრაინელების, კიევსკაია რუს, იქ რაღაცებს ბჟოტიალობდა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინი, ისტორიული ფეიქ ამბები ამბებს ეყრდნობოდა, ფალსიფიცირებულ ისტორიას წარმოაჩენდა, წარმოგვიდგენდა, გვიამბობდა ფალსიფიცირებული ისტორიის ცალკეული ფაქტების თაობაზე, გავანებოთ ამას თავი, არა თუ უკრაინელები, არამედ ქართველების გადანადგურება, გადაფხრეწვა მიწასთან გასწორებაც უნდა. დიახ, თუ უკრაინელზე მის მშობლიურად რომ მიაჩნია და 40 მილიონიანი ქვეყანა როა, მათზე ამბობს რიგითი და არა რიგითი რუსი ამას რომ უნდა გადანადგურდესო, აღარ უნდა არსებობდესო, 5 მილიონი უნდა ამოვწყვიტოთ თუ საჭიროება იქნება ამისო, ხომ წარმოგიდგენიათ 3.5 მილიონ ქართველზე რას ამბობს, ოღონდ ეყრდნობა სლავობას ვერ დაეყრდნობა, იმიტომ რომ ჩვენ სლავნი არა ვართ, არამედ ეყრდნობა იმას, რომ ჩვენც православни ოღონდ ეშმაკ შეყრილი ქვეყანა ვართ, ვუწევთ რა მას წინააღმდეგობას. და ამას იოლად ირკვია. რაც უფრო სუსტი ხარ, რაც უფრო დავრდომილი ხარ, რაც უფრო ავად ხარ, როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება, მეთქი, გამახლა გამომივა ალბათ საზოგადოებაზე ესე არ უნდა ილაპარაკო, როგორც სახელმწიფო, მით უფრო ამ კეთროვან სახელმწიფოს იოლად სანსლავს საზოგადოებას, სანსლავს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ რომ წინააღმდეგობის უნარი როცა არ აქვს ცოცხალ არსებას, იქ შესაბამისად ნადირისთვის ის იოლად მოსანადირებელია და ჩვენთან მიმართებაშიც ასეა ბიზნესეული მიდგომა, რომ მოდი ეხლა ჩვენ ვიქნებით ჩუმად და რუსეთს არ გავაღიზიანებთ და იქნება და ამის გამო გადავრჩეთ, თუ ეს არის მაინც და მაინც ბიზნეს მიდგომა საკითხისადმი საფუძველშივე ცდარია, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ, რუსეთს მხოლოდ წინააღმდეგობა თუ გააჩერებს. დიახ, უკრაინელებს რომ არ გაეციათ წინააღმდეგობა ამ 3.5 წლის განმავლობაში, 22 წლის 24 თებერვლიდან ვიდრე დღემდე უკრაინის სახელმწიფო დღეს უბრალოდ აღარ იარსებდა და თუ ვინმეს გონია, რომ ბუჩა რომ მოაწყო, იმით დაკმაყოფილდებოდა რუსეთი, არამც ამგვარ ბუჩას ის მოაწყობდა ყველგან ეგრეთ წოდებული მშვიდობიანობის პირობებშიც თუ პერიოდშიც კი, როგორც კი გაფაჩუნდებოდა ერთი წინააღმდეგობა რიგითი მოქალაქეების მხრიდან და რიგითი მოქალაქეების მხრიდან წინააღმდეგობა ბუნებრივია გაფაჩუნდებოდა კი არა იქნებოდა, იმიტომ რომ ასე ერთ თარგზე ვერ მოჭრი საზოგადოებას 40 მილიონიანს მით უფრო და 3.5 მილიონიან საზოგადოებას ყოველთვის გამოჩნდება 40 მილიონში 400,000, ხოლო 3.5 მილიონში ასე მაგალითად 35,000 მოქალაქე, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მომხდურს და 35,000-ს კვლელობაზეც კი წამსვლელია რუსეთი და იოლად მოკლავს 35,000 საქართველოში და 400,000 უკრაინაში, თუ
თუ დანარჩენი საზოგადოება ხარს არ დაუჭერს შესაბამისად უკრაინულ საზოგადოებას 39,600,000 და ქართულ საზოგადოებას ნუ ღარ მაანგარიშებინებთ ახლა და თუ გინდათ უნებათ ვიანგარიშებთ 3,5 მილიონს რომ გამოვაკლოთ 35,000 ანუ 3,465,000 მოქალაქე თუ არ დაუჭერს ხარს შესაბამისად რაც უფრო მეტი ბზარია ჩვენთან და რაც უფრო მეტი ეხა ისევ ხვიჩიას უნდა დაუბრუნდე რაც უფრო მეტ ხვიჩიას ან ხვიჩია აბრაზლის უკაცრავად რუსულისთვის შეაქვს დაპირისპირება საზოგადოებაში და ეგრეთ წოდებულია ლოგიკური არგუმენტებით აკრიტიკებს ასე მაგალითად მომიხდა ხვიჩიაზე ორი სიტყვის თქმა საზოგადოებას რომელიც გასულია ქუჩაში და ბრაზი არ განელებულა და საჭიროების შემთხვევაში გამოვა 1000 ჯერ ან კარგით უბრალოდ 800 ჯერ ან 445 ჯერ მეტი რუსთაველზე და დადგება და შესაძლო არც დაიშალოს ხვიჩიებს შეაქვთ ბზარი ხვიჩიებს ხლეჩენ ამ საზოგადოებას და ამით უნდათ თუ არ უნდათ აცნობიერებენ თუ არ აცნობიერებენ ემსახურებიან ქართულ დეფისი რუსულ ოცნებას ახლა მე მინდოდა კი არა მინდა ვისაუბრო უკრაინასთან უკრაინასთან დაკავშირებულ მიმდინარე პროცესებზე და ისიც თქვენ რომ დღეს არის 14 მაისი და 24 საათი რჩება მეთქი ასე ვიყი არასრული 24 საათი რჩება იმ ისტორიულ დღემდე რომელიც ისტორიული სულაც არ იქნება მხოლოდ იმიტომ რომ პუტინი სტამბოლში არ ჩავა თუ პუტინი არ ჩავა სტამბოლში შესაბამისად სტამბოლში არ ჩავა არც პრეზიდენტი ტრამპი და თუ კი არა პუტინი რო არ ჩავა ეს პრაქტიკულად დადასტურებულია ლავროვი და უშაკოვი იქნებიან უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იმპერია რუსეთის მხრიდან მე გულახდილად გეტყვით ეჭვი მეპარება კი არა ცოტა ვეჭვობ შეიძლება ამ ფორმატითაც კი არ გაიმართოს შეხვედრები მიუხედავად იმისა რომ ამერიკელები იქნებიან წარმოდგენილნი ან კულისებში ან ზოგადად სტამბოლში ესე ვიტყვი ან უშუალოდ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ანუ შეიძლება შედგეს ესეთი ლავროვ რუბიოს შეხვედრა შეიძლება შედგეს სიბიჰა ან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლავროვის შეხვედრა მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება არც შედგეს მეთქი ვიტყვი ასე იმიტომ რომ თამასა როგორც ასეთი ზელენსკი მეტისმეტად ასწია და მან თქვა სწორედ პუტინი როგორც გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებზე და ჩვენ უნდა შევთანხმდით არა ყველაფერზე ვერ შევთანხმდებით მაგრამ იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ რომ ცეცხლი შეწყდეს 30 დღითო სწორი სტრატეგიით მიდის უნაკლო სტრატეგიით მიდის უკრაინა და შესაბამისად მისი ლიდერი პრეზიდენტი ზელენსკი იმიტომ რომ კი არ წინააღმდეგობას კი არ უწევს შეერთებულ შტატებს და იმას კი არ ამბობს რომ არ შეწყდეს ცეცხლი და შესაბამისად აძლევს ამით არ აძლევს შეერთებულ შტატებს არგუმენტს რომ აი უკრაინას არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა ამას არ ათქმევინებს ეს წარსულში ჩარჩა ამგვარი სტრატეგია უკრაინისა ახლა განსაკუთრებით რომის ვატიკანის შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ მთლიანად იგრძნო სიტუაცია ვითარება და მთლიანად თავად არის ამ მთლიანი ამ სპექტაკლის ბჭყალებში დასაკვირველია ამ სპექტაკლის ამ ფილმის თუ გნებავთ ასე ვიტყვი რეჟისორი და არ მინდა ასულად გამომივიდეს ცხადია მაგრამ აბურთავებს რუსეთს ხო აბურთავებს მაგრამ დასავლეთის ის სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებიც კი რომლებიც პერიოდულზე ხშირად აკრიტიკებდნენ უკრაინის ხელისუფლებას გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მათაც კი არაფერი რჩებათ სათქმელი უკრაინის წინააღმდეგ და ახლა თუ ვინმეს წინააღმდეგ ვინმე რამე უნდა თქვას სწორედ პრეზიდენტი პუტინია რომელიც სხვათა შორის ამბობს ამგვარ რამეს რომ კი რთული იქნება მაგრამ ჩვენს ახალ სანქციებს უნდა გავუძლოთ და ამ ახალ სანქციებს გავუძლებთ კიდეც და ასე შემდეგ და რატომ ამბობს პუტინი ამას იმიტომ რომ აი აქ რა ვიდეოც წარმოგიდგინეთ ახლა მართლა იაგოზე ხო არ ვილაპარაკებთ სულ ხო კი არა საერთოდ არ დაგველაპარაკა იაგო ხვიჩიაზე და მის მსგავსებზე რომლებსაც განხეთქილება აკითხარეთში აქვს მეთქი საზოგადოებაში და ქართულ რუსულ ოცნებას ემსახურებიან თუნდაც ირიბად რუსეთს უნდა რომ გადანადგურდეს მთელი უკრაინა ანუ ის დაჩოქილი იყოს მიბობღდეს მისი ნებისმიერი ხელისუფალი მათ შორის ზელენსკი საერთოდ განადგურება უნდა ანუ მოკლა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით მიბობღდეს რუსეთთან და რუსეთმა გადააფაროს თავისი რუსკი მირის კალთა და თქვას რომ мы страна единая ხო много в ней лесов полей да рек да единая страна თუ იქნება უკრაინასთან მერე
მერე მოლდოვის მოხრჩობას, ბევრჯერ ვისაუბრია ამაზე, მოლდოვის მიბობღებას, სომხეთის მიბობღებას, აზერბაიჯანთან დაკავშირებით ცოტა საეჭვოა, მაგრამ თუნდაც თქვათ აზერბაიჯანის მიბობღებას მეთქი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიბობღებას მათ შორის იმ სახელმწიფოებისა, რომლებსაც სულაც არა აქვთ საერთო სახმელეთო საზღვარი რუსეთთან, რა უნდა და საქართველოს რასაკვირველია, ბეჭედია, ბაჯაღლო, ხო, ბაჯაღლო, საქართველოს ბეჭედია, ბაჯაღლო და თბილისში ჩასმული ბადახში, ხო, თბილისი კი რასაკვირველია, ბადახში ჩასმული ამ საქართველოში, ამ ბაჟაღლო საქართველოში, საქართველო ხო ისედაც მიბობღებულია ხალხო, აბა რა არის, როცა ბიძინა ივანიშვილი ჰყავს რუსეთს ჩასმული საკუთარ წარმომადგენლად ქვეყანაში, რომელიც რეზისტენტობისა თუ რეზილიენსობის თვალსაჩინოება იყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და არა მხოლოდ 90-იანი წლებიდან გასული საუკუნის, არამედ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში გასაბჭოებას გულისხმობ, გასაბჭოების პერიოდში, მანამდე მე-19 საუკუნეში 1875, 1880, 1890 წლამდეც კი აქა-იქა უფეთქდებოდა ხოლმე რუსეთს, ქართული საზოგადოება აპროტესტებდა მის ყოფნას, არ ვიცი, ხალდეს აჯანყებაც კი შეიძლება გავიხსენოთ და ბევრი სხვა იმერეთის აჯანყება, კახეთის აჯანყება, ბევრი სხვა მე-19 საუკუნეში ვარ ახლა ჩარჩენილი და მასზე 19 საუკუნეზე ვსაუბრობ და რასაკვირველია სისხლში ახშობდა 24 წელს, 1924 წელს ჩაახშო, ოღონდ რენეგატი ქართველების მათ შორის რენეგატი ქართველების გამოისობით თუ მათი ბრალია ის რაც მოხდა 24-ში და არა მხოლოდ 24-ში, არამედ სხვა პერიოდშიც, მაგრამ ქართველო ჰოპლა და ცოცხლობს 90-იანი წლებიდან მან დაიბრუნა, აღიდგინა დამოუკიდებლობა და მიუხედავად იმისა, რომ ასუსტა აფხაზეთები, ცხინვალის ლეგიონები, თბილისის ომები, სამოქალაქო ომები, რენეგატები, აგენტები უმრავლად და მოუწყოდა რენეგატები და აგენტები უმრავლად და აგეთ თვალსაჩინოებაა ჩვენთან რამდენად ბევრი აგენტი გამოაშკარავა ამ პროცესმა ცხადია ბიძინა ივანიშვილის და გამობიძინებულთა თავკაცობით და რიგითი ექსპერტად წოდებული ხაინდრავებით დამთავრებული, რომლებიც აქამდე შეფუთულნი იყვნენ და თითქოს არ წარმოაჩენდნენ საკუთარ ცდილობდნენ არ წარმოეჩინათ საკუთარი თავი რუსეთის წარმომადგენელ აგენტებად ქართულ საზოგადოებაში, ამ პროცესმა ეს ბუნებრივი ილუსტრაციაც მოიტანა და ყველანი ვართ მოწმენი იმ პროცესისა, რასაც საზოგადოების ილუსტრაცია ჰქვია, აგენტთა ილუსტრაცია ჰქვია და მე სიმართლე გითხრათ, აი მანდ კი ვიჭედები, მანდ კი აღარ ვიცი, როცა ყველაფერი დასრულდება ცხადია კარგად, აი ამდენ უხეშად ვიტყვი 300,000 აგენტს, 300,000 მოქალაქეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად შეეკრა მტერ სახელმწიფოს, რაღა უნდა ვუყოთ პირობითად 300,000, ვინმე მეტყვის, რომ აქ პრობლემა არის 100, 200, 300 კაცის და თუ თავებს მოვაჭრით არა პირდაპირ მნიშვნელობით მათ ანუ ბიზნეს კობახიძეს, პაპუაშვილის, ბინარაძის სხვათა თავებს თუ გავაგორებთ არა პირდაპირ მნიშვნელობით, სხვების უნებურად გაჩუმდებიან, კი არა თავის დაუნებურად გაჩუმდებიან, შეეგუებიანო, მაგრამ პრობლემა ხომ 100-ია, იმიტომ რომ ეს მეტასტაზები ხო, კერა არსებობს, მაგრამ მეტასტაზები წასულია და ყველაფერი უნდა ამოიკვეთოს, თითქოს აი ამოკვეთა კი რთული იქნება, არა ხაინდრავას რასაკვირველია, იოლად მოკვეთ საზოგადოებიდან, მაგრამ აი გამოხაინდრავებულებს, არა გამობიზინებულებს, არამედ გამოხაინდრავებულებს, რომლებიც დღენიადაკ მას უყურებენ და მის აზრებს იზიარებენ, ხო, ამათ კი რას უზამს სიმართლე გითხრა, აღარ ვიცი და ცხადია უნდა ვიცოდე და ამაზეც უნდა შედგეს საზოგადოებრივი კონსენსუსი, აქამდე კიდევ ბევრი დროა, დიდი დროა დარჩენილი, მანამდე კარგად უნდა გვახსოვდეს რუსეთს საქართველოს გაუქმება, ანუ დესუვერენიზაცია, ესეთი სიტყვა რბილი, ლიტერატურული, მოვიგონოთ რამ სიტყვა დესაქართველოიზაცია სწადია, უნდა ზუსტად ისე, როგორც უნდა დეუკრაინიზაცია, ანუ გაუქმება უკრაინის ვეება ჩვენთან შედარებით, უკრაინის სახელმწიფოსი და 3 მილიონის მოკლა დასჭირდება, მოკლავს 5-ის დასჭირდება, მოკლავს 20-ის დასჭირდება, მოკლავს ჩვენთანაც მთლიანად ერს გაწყვეტს, ეს რომ ვიცოდეთ და ვინმეს თუ გონია რომ ჩვენ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილისეული ტაქტიკა სტრატეგიის თუ მაინც და მაინც ის რუსეთის აგენტი არ არის, არა არის, როგორ არ არის, მაგრამ თუ ვინმეს გონია რომ არა ბიძინა პატრიოტიკაცია, რომელსაც საქართველოს ქართველი ხალხის გადარჩენა უნდა და აი ახლა ამ ტურბულენციაში, ამგვარი გზებით, მოხვეულებით ამ ჭადრაკს თამაშობს, რომ ჩუმად არის, არ ერევა საქმეებში, არ აღიზიანებს რუსეთს, არ აბრაზებს რუსეთს, რომ რუსეთი ემან არ წამოვიდეს საქართველოს და არ გადაგხვდელოს, ტყუილი ამბავია ეს მეგობრებო, იმიტომ რომ
რუსეთს, როგორც იმპერიას, როგორც ქვეყანას, რომელსაც სურს საკუთარი გავლენების გადავრცელება ძალიან ბევრგან და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ახლო სამეზობლოში და საქართველოს ახლო სამეზობლოა მართლა კავკასიონის ქედი ქედია ჩვენ შორის, ხო რუსეთს დავრდომილები მით უფრო იოლად მოსანადირებლები ჰგონია და დავრდომილები და დაბეჭავებულები და დაჩაჩანაკებულები და დაჭრილები არწივი ვნახე დაჭრილი ყორდებს არწივი ვნახე დაჭრილი რუსეთსა ეომებოდა დედას თქვენსას ყორნებო რუსეთო ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელა და ცუდი დროება გვიდგას იმიტომ რომ დაჭრილია არწივი საქართველოს სახით დაჭრილია მათ შორის ფეხში ჩვენივე ჭყალებში თანამემამულეების მიერ რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ხალატების მთელი სერიები გვაჩვენეს ყველა მათი ყველა მათი განცხადება არის ხალატის ანთოლოგიაში შესატანი განცხადება და მრავალტომეული შეიძლება დაიწეროს თუ დაიწერება ოდესმე ამიტომ უკრაინელები შესანიშნავად გრძნობენ ამ ვითარებას და წინააღმდეგობას დიდი მსხვერპლის პასად მაგრამ უწევენ და ამით შეიძლება გაძვრებიან აი ჩვენ სამწუხაროდ თუ ბიზი და დარჩა ოღონდ ვერ დარჩება ვერც გავძვრებით ამის თქმა მინდა და რუსები თუ დავრდომილნი ვიქნებით გადაგვივლიან და 3 მილიონს არ ვიცი მაგრამ 300,000 კაცს ისე მოგვიკლავენ და ისე წაასხავენ მაგალითად ჩვენ ჯარისკაცებს სადმე მორიგე SVO-ში არო სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რომ როგორც დაგიბარებიათ მეთქი ისევე როგორც წაასხეს ჩვენი ჯარისკაც ჩვენი ახალგაზრდები გასული საუკუნის 40-იან წლებში ანუ 80-85 წლის წინ და ასე მაგალითად ქერჩში გენოფონდი ქართული საზოგადოებისა ქართველი ერისა შესწირეს იმ იმპერიას რომელიც იწყენენ ახლა სტალინის მომხრეები მაგრამ ფაშიზმი რომ არ ყოფილიყო ყველაზე დიდ ბოროტებად ჩაითვლებოდა და ახლა კი თანაბოროტება თუ ობიექტურად შევაფასებთ ისტორიას თანაბოროტება ანუ ისეთივე ბოროტება როგორც ფაშიზმი 28 წუთი ამასობაში თქვენ უნდა მისმინოთ და მე გთხოვთ რომ კონტექსტი რო იქნება შაბათს 11-ის ნახევარზე ხო ჩემს ედიტორიალსაც ჩაუჯდეთ და მე უკვე საინტერესო ინტერვიუც გველის თუმცა რესპონდენტი არ შემირჩევია და შევარჩევ აუცილებლად ნახვამდის